მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ ახალი სტატუსით მინდა წარგიდგეთ, ეს არის ჩემი ახალი სტატუსი, რაც მომაკერეს, Mi6-ის აგენტი ვყოფილი ვარ ინგლისის, ბრიტანეთის თურმე და ახალი სტატუსით წარგიდგებით. რა არ დაუბრალებიათ კაცო, მაგრამ ეს ცოტა მაღალი ხარისხი არის ახლა აქამდე 6 წლის მხედრიონელობას და კაკების აგენტურას და იმას მაბრალიდან და ახლა მოკლედ Mi6-ის აგენტი ვარ, ლონდონში ვცხოვრობ და სტენფორდ ბრიჯზე მომცეს 60-ოთახიანი ბინა და ბრიტანული პასპორტი და მოკლედ 30,000 ფუნტი და დადი შლიგინე მთელ ქვეყანაში იგულავი აკეთე საქმე. ამ დაავადებულ ხალხს თავში მეტი არაფერი არ აქვს საფიქრელი, ამიტომ სხვანაირ პასუხს ახლა ვერ გავცემ, მაბრალებენ, ვიბრალებ, კი ბატონო, ვარ Mi6-ის აგენტი, არაა პრობლემა, თქვენ გენაცვალეთ რა. ხო. ახლა სხვა რამის გამო ჩავწერე ლაივის, სიმართლე გითხრათ, ცოტა ნაბახუსები ვარ, ბოდიშ გიხდით აუდიტორიას. ამიტომ ცოტა შეიძლება უხეშად მიწევს რაღაცებზე პასუხის გაცემა და არ მიწყინოთ წინასწარ გაფრთხილებთ რა. მაგრამ მე გადამივლის ხასიათი და მოკლედ აღარ მექნება პასუხის გაცემის სურვილი და ახლავთ ჩემ პასუხს იმ ადამიანებს, რომელი ადამიანებიც კრუნჩხებში არიან ჩავარდნილი, მოკლედ ატყდა ერთი წივილკივილი, როგორც იცით, ქართველთა დიდი გაერთიანებასთან დაკავშირებით. აღარ იციან რა ქნან მოკლედ ამ სამშობლოზე გულდამწვარვა, გულდათუთქულმა ხალხმა, რო კითხო, რომ იცი სამშობლო აქვს ალოცავი ხატი და მართლმადიდებლები არიან და პატრიარქი უყვართ და იბერიის გაბრწყინებას ცდილობენ და ტამპლიერებად აქვს ლამის თავი გამოცხადებული რწმენის დაცვის გამო და მოკლედ იმას ვერ იტანენ, რომ რას ქვია ქართველები ერთიანდებიან კაცო და რაშია საქმე, ეს უბედურება და ეს ტრაგედია როგორ ხდება და მოკლედ დაიწყეს ახლა 1000 სიბინძურეები უკვე დიდი ხანია დაწყებული აქვს, დაქოქილი არის ეს სუსის მეხუთე განყოფილება და ანაფორიანი მხედრიონელების მიერ შექმნილი კონსერვების ძალა მიგზავნის ხალხი ვიდეოებს, აი ადამიანურად თქო რა, ნუ მიგზავნით, საერთოდ ვინ არიან, რომ პასუხი გავცე. არ იმსახურებს ეს პიროვნებები, ვიღაცა მირზა ბათუმელი და ვიღაცა ეს ვინ ნახართ შვილო, საიდან მოხვედით, საჯანდაბიდან მოხვედით, რა წარსული გაქვთ, რა წარმოადგენთ, რა გიკეთებიათ ამ ქვეყნისთვის, დაბერდით ბიჭო, მთელი თქვენი ცხოვრება გაიარა თქვენ თვალწინ, მაგის ღმერთი არ იქნება. თითი არ წამოგტკივებიათ, ბიჭო, თითი არ წამოგტკივებიათ სამშობლოსთვის. არა თუ ჯარში გემსახურათ და ომში მიგეღოთ მონაწილეობა, არც თქვენ და არც თქვენ ლიდერებს სხვათა შორის რა. ეს არის თქვენი ბიოგრაფია, პასუხობს თქვენზე, ვინ ახართ, რა ხართ და რა წარმოადგენთ. დაგიდვიათ პატრიარქის სურათი და იძახით და პატრიარქი ლანძღა და პატრიარქი გამოლანძღა და აი ამაზე გეუბნებით რა. ეს ალბათ დიდი პატივი არის ახლა ამ ადამიანის ხსენება, აი ეს ვიღაცა ერთგიბაროა რა, ვიღაცა ეს რა ქვია და ჩემ ოჯახს ეხება და თურმე ესე იგი მამაჩემს იხსენებს, ვინ ჯანდაბახები მამაჩემი რა შენი სახსენებელია, რა თქვენი სახსენებელია. კაცი რაფინირებული ინტელიგენტი იყო, უპატიოსნესი ადამიანი იყო, სამშობლოსთვის შეწირული ადამიანი იყო, პირველი ჯგუფის ინვალიდი ციხეში წავიდა იმის გამო, რომ ეროვნული მოძრაობის წევრი იყო და სამშობლოს დამოუკიდებლობა უნდოდა და თავი გაწირა და ოჯახი გაწირა მაგ ყველაფრისთვის. ამას გადაყვა ბაბუა ჩემი სიცოცხლე, გული გაუსხდა რომ გაიგო მამიდა ჩემი და დავჭით ჩვენ პატარები და ობლობაში გაზრდას კიდე იტყვი რომ სხვა ფასი აქვს და აქ კიდე სულ სხვა სიტუაცია იყო იმ უბედურების წლებში და იმიტომ რომ სამშობლო უყვარდა და იმიტომ რომ თავის აზრზე და თავის ფიქრზე იდგა და მყარად იდგა და ვინც იცნობდა ცხონებულს, ვისაც ჰქონდა შეხება, ძალიან კარგად იცის მე რა მამა მყავდა და როგორი დედა მყავს. მერთმა დიდხანს მიცოცხლოს, ცოცხალია და კარგადა. ხო, ამიტომ თქვენ მშობლებზე იფიქრეთ,
თქვენ წარსულზე იფიქრეთ, თქვენ ბიოგრაფიაზე იფიქრეთ, ვინ ახართ, საიდან მოდიხართ, რა ოჯახის შვილები ხართ და რა გიკეთებიათ ქვეყნისთვის. ამაზე არის ხალხო საუბარი და ჩემი ოჯახი არაა თქვენი საცდელი. მათ შორის ჩემი ძმა არაა თქვენი საცდელი. ნუ ახლა არ მინდა მე არც ოჯახის წევრების ქება და დიდება და ეს, მაგრამ ახლა ჩვენ უდაგვაბრალეთ ისეთ რაღაცას, რასაც სინამდვილეში თქვენ წარმოადგენთ. სინამდვილეში თქვენ სამშობლოს გეზიზღებათ, არც ღმერთი გწამთ, არც ქართველობა გაგაჩნიათ, არც ღირსება გაგაჩნიათ, არც ადამიანობა გაგაჩნიათ, არაფერი არ გაგაჩნიათ. გაგაჩნიათ ერთი უაზრო იდიოტური ამბიციები, გინდათ ხელისუფლებაში მოსვლა, სკამზე დაჯდომა, ფულის შოვნა და ეს შირმა გაქვთ წამოგებული ამ მორწმუნოების და ქრისტიანობის და ასე შემდეგ და ვინც თქვენთან არაა, ყველა არის თურმე ისა რა ქვია, ყველა არის სამშობლოს მტერი და ვინც თქვენთან არაა და ვინც თქვენ არ გაღიარებთ, რომ რაღაცას წარმოადგენთ, ისინი ყველა არიან აგენტები და უბედური ხალხი და უალტერნატივო იმ დონის ამ პარტავნობაში იყვნენ ეს რეგვენი ხალხი შესული თავის დროზე ასე წერდნენ ღმერთს და ალტინფო შეუძლია მარტო საქართველოს გადარჩენა. უამრავი პოსტები იყო ამის ჩვენს მეტი არავინ არა და ვაქვთ ახლა ამ სექტას ესეთ რაღაცები თავში ჩადებული და იღავით ბატონო გაგზელეთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ ვისი გორისახართ რა და არ დაგავიწყდეთ რა გიკეთებიათ თქვენ სხვადასხვა თქვენი ქვეყნისთვის. თაღლითი მორგოშიას რომელსაც აფირისტობის, გადაგდების, ტყუილის დაცვით დადის 9 დაცვა დაყობა, იმიტომ რომ იმდენი ხალხი ყავს გადაგდებული და მოტყუებული, ვინც ხარ თავი არ გაუხეთქოს საცხა და სხვათაშორის ეგენს დაცვით დადიან. დიდი დაცვით სასიარულო ხალხია და შეკრებილია ახლა ეს ხალხი ხო, გავიგეთ კაცო, არავის სხვანაირად ვინმე არ გაიგოს ის, რომ მე ვითომ ქართული წარმომავლობა თუ არა აქვს ადამიანს სხვანაირად უყურებდე, მაგრამ თქვენ გაიდედმა მიშვილებო ესა რა ქვია, ნუ გვიმტკიცებთ რა, თქვენი ბიოგრაფიით დაამტკიცებთ თქვენი სამშობლოს სიყვარული რა და თქვენი ქმედებით და თქვენი ნაცხოვრებით და თქვენი განვლილი გზით, თქვენგან განსხვავებით ხო ეს ვინც იქნებით, გვარით ქართველი, გვარით არაქართველი, თუ ეს თავმოყრილები რო ხართ. ამ იმაში იდეალური პროექტი აქვს ისე მოფიქრებული ეს მთელი სრული ინტერნაციონალი აქვს შეკრებილი ამ თავიანთ იმაში და ამ ინტერნაციონალს უნდა საქართველოს გადარჩენა. მაგრამ ბიჭო ისე მაგ თქვენ ბუნაგში მამა ჩემის ხსენებას რო დაიწყებთ და ჩემი ოჯახის ხსენებას რო დაიწყებთ, თქვენი ხსენება, თქვენი ოჯახის წარსული გავიწყდებათ? აი ეს ბუნებრივია ხალხო, იმიტომ სუსმა და ანაფორიანმა ხედრიონმა შექმნა ისეთი ფსევდოეროვნული პროექტი, რომელსაც ფესვებიც ასეთი აქვს. და ეხლა გაჩვენეთ, მე უბრალოდ ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე. აი სიმართლე უნდა იცოდეთ, ხო? აი ეს არის აცხენოს ღმერთმა მე ცუდად არ მომიხსენიებ მიუხედავად იმისა, რომ იყო პუჩისტი ეს კაცი. იყო პუჩისტი, ეს არის ზურა მახარაძის მამა, ჩემს სურათს რო აფრიალებთ ივანიშვილთან, ივანიშვილი მიკროფონს რომ მისწორებს, აი ასე იყო ცხონებული, ჩახუტებული. ეს კაცი იყო პუჩისტი. პუჩისტი იყო, ეროვნულ ხელისუფლებას ებრძოდა. მამაჩემი თუ ეროვნული მოძრაობის გამო ციხეში იჯდა და დაღუპა მისი პირადი ცხოვრება და ოჯახი, ესენი პირიქით პუჩისტები იყვნენ, ეროვნულ ხელისუფლებას ტყვიას ესროდნენ და ეკალზე ვარდი არ ამოდის. და არ გამოვა ახლა პუჩისტის შვილი და არ იტყვის იმას, რომ პავლიკ მოროზოვი არ იქნება და არ იტყვის იმას, რომ მამაჩემი არასწორ საქმეს ემსახურებოდა. აი ეს არის საერთოდ წარმომავლობის ამბავი, რომ ვერასდროს ახლა შვილს გარდაცვლილი მამაზე მithumetes ვერ ათქმევიებ იმას, რომ მამაჩემი, როდესაც ეროვნულ ხელისუფლებას ტყვიას ესროდა, ხო? იყო არასწორი. ვერ ათქმევიებ. ეს მათ ქმედებებში გამოიხატება, რომ თქვენ ვერსად ვერ შეხვდებით, რომ როდესმე ალტინფოელებმა ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავა კარგად ახსენონ და რამე იმს ეროვნული მოძრაობის მიმართ ჰქონდეთ რამე კარგი დამოკიდებულება. ხო, სხვათა შორის შვილს და მის ქვედანაყოფს, ხო, სანამ ჩვენს მიმართ ამოიღებთ ხმას და ერმილე ნემსაძეზე რამე სიტყვით და დავით ნემსაძეზე რამე სიტყვით, თქვენ წარსულს გადახედეთ. დიდო კონსერვებო, თქვენ წარსულს გადახედეთ
უახლეს წარსულს არც ისე შორს წარსულს მე არ ჩავალ ამ სიბინძურეებში, მაგრამ კაცი რომელიც გამოდიხარ და ამბობ რომ ხარ პატრიოტი, ოჯახის მოყვარული და შემდეგ ხალხს აბარებ აღსარებას იმის შესახებ, რომ თურმე ოჯახი დაგენგრა, იმიტომ რომ ავიცი მეუღლის ვიღაცას უღალატე და მე გამოდიხარ და ოჯახებზე და სიწმინდეზე და ერთგულებაზე ლაპარაკობ რა და ქრისტიანობაზე ლაპარაკობ რა. შენი პირადი ტრაგედია, გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ ამის მერე უნდა ადგეთ ადამიანი უნდა წახვიდე, მით უმეტეს, როდესაც დაამატებ ამ ყველაფერს ამას როდესაც შენივე პირი დაამატებ, რომ შენ დაკომპრომატებული ყავხარ რომელიღაცა ძალას და ძალიან კარგად ვიცით ეს რომელი ძალაც არის უშიშროებას, რომ პირადი ცხოვრების კადრებით გაშანტაჟებენ და ამბობ, რომ მიდიხარ პოლიტიკიდან, მე ცოტა ხნის მერე ისევ გეუბნებიან, რომ მოუბრუნდი პოლიტიკაში და მე ისევ უბრუნდები პოლიტიკურ ცხოვრებას. ეს ახლა დებილისთვისაა გაუგებარი, რომ შენ წასვლასაც და მოსვლასაც სხვა გიწყვიტავს და სხვა გაკეთებიებს და სხვა გაცხოვრებს და მე ადამიანურად გული მწყდება, როდესაც პიროვნების ესეთი განადგურება ხდება და ამას აკეთებს უშიშროების სამსახური და მე ეს უშიშროების სამსახური ამ ადამიანს და მის ქვედანაყოფს ალაპარაკებს იმას, რაც უნდა. ხო, ასე ხდება ეს ბინძური საქმეა პოლიტიკა. ხო და თქვენ ბიჭო ვიზე უნდა ილაპარაკოთ რაღაცა ინტერვიუ ამოგლეჯილი ჩემი ძმის იმიდან რა ქვია ინტერვიუდან რომელიღაცა გაზეთიდან რომ ადამიანი ამბობს რომ სპეცსამსახურში რა მოხდა ახლა ზოგი ჯარში იმსახურებს, ზოგი პოლიციაში იმსახურებს, ზოგი სპეცსამსახურში იმსახურებს და ექნება გამოცდილება იმის ცხოვრების თქვენგან განსხვავებით თუ სამშობლოსთვის მსახური უნდა. როდესაც მიხვდება, რომ ეს სიბინძური არის, სუფთად რო წამოვა და მეტი რო არაფერი რო არ აქვს საქმე მისი ამოგლეჯილი ინტერვიუდან და ვიღაცა პროჭგოშიების მიერ შექმნილი რაღაც სპეციალური ქვედანაყოფებისგან, რომლებმაც ის პროვოკაციები მოუწყვეს ჩემს ძმას და ჩემ მიმართაც, სხვათა შორის მე საჭირო ვუყავდი მაშინ პოლიციას, რაც მოაწყვეთ და ეს იმათი ადვოკატი მე უცებ მურგოშიას რომ ოჯახის წევრი რო აღმოჩნდება, ვიღაცა მარიამ კუბლაშვილის სუსის ნასეთ. ანუ ამას ყველაფერს ატო ვლაპარაკობ. ამას ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ხალხო გაიგეთ ერთი რაღაც. მე ამ ხალხთან დიდი ხანია ვიცოდი ვინ იყვნენ, რას წარმოადგენდნენ, გამიჯნული ვიყავი, მოშორებული ვიყავი, არ მქონდა ურთიერთობა. შემოვარდებიან, მე ამასთან გაერთიანდით, იმასთან გაერთიანდით, არ მინდოდა ბევრი რაღაცეების ლაპარაკი და ბევრ რაღაცას ახლაც არ ვლაპარაკო. მათ შორის, აი ძვირფასო ალტინფოელებო, ხო? აი მთხოვდნენ თქვენზე, კარგად იცის, აი კაში ხუციშვილს კითხეთ, რომელთაც ნორმალური ადამიანები, რომელთანაც ურთიერთობა მაქვს, მტკიცებულებებიც გაუგზავნე, რომ მთხოვდნენ მე თქვენს მიმართ კომპრომატირებას და შემიძლია ახლა საკაც დავდო, ისე სხვათა შორის არანაირი პრობლემა არ მაქვს, თუ ძალიან გაინტერესებთ, მთხოვდნენ თქვენზე კომპრომატებს, მთხოვდნენ თქვენზე ინფორმაციას იმისთვის, რომ თქვენს მიმართ გაგრძელებულიყო ის, რაც ხდება, ჯერ ახლა არ გაკლია თქვენ სიბინძურე, მაგრამ კიდე და გავეცი პასუხი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ალტინფო ეს არის ნაგვებთა თავშესაყარი, სოროსის მედიასთან მე არანაირი კავშირი არ მაქვს ჩემი ერთი რომელიმე თუნდაც უვარგისი ქართველის მიმართ რაიმე ხელშეწყობა გავუკეთო. და გაქვთ ამის მტკიცებულებები, გამოუგზავნე სხვათა შორის კახი ხუციშვილს და განახებდათ ალბათ, იმედია განახებდათ. ეს ნორმალური ბიჭი არის, პატიოსანი ოჯახი აქვს და ჯერა და წამს. მაგრამ თქვენ არ მოისვენეთ, დაურეკე და უთხარი პირველივე დღიდან რო დაიწყეს ეს სიბინძურები, რა გინდათ? გაქვთ რაიმე სურვილი ჩემთან მტრობის? მე ხო არ გეხებით, ხო არ გიფუჭებთ არაფერს. რატო გაქვთ? არაკაცო არაფერიო, ხალხს რო თავისი აზრი აქვს ალბათ და იმას გამოხატავს, ხო? ხალხს ესეთი აზრი აქვს და საერთოდ ეს გოშიას დამსახურება თვითონ ჩრდილში გადავა და ალტინფოს deep state-ი დაიწყებს. მე ეს სიბინძურეების და იმ ხალხის მიმართ საუბარს, რომელი ხალხიც შემდეგ მე შენ გეურთიერთობებ. აი, არსებობს ესეთი ადამიანი გაჩვენეთ ცოტა ხანში. ხო, აქედან გამომდინარე, ხო? ბიჭო,
რა მტკიცებულება გინდათ იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ ხართ უბინძურესი ძალა, თქვენი ლიდერები არიან კომპრომეტირებულები, თქვენი ლიდერები მისი ბიოგრაფიით ამბობენ და გადახედეთ ბატონო მორგოშიას ბიოგრაფიას, რა აქვს საამაყო და დანარჩენებზე არ ამაქვს ლაპარაკი, ვინც ამათი შემქმნელი მამამარჩენალი, კაც ერთ შვილის ნათლია დინარაძე ყავს, მეორე შვილის ნათლია კოდუა ყავს, მესამე შვილის ნათლია ბრეგაძე ყავს, მეოთხე შვილის ნათლია ემზარკვიციანი ყავს და აი ესეთი პოლიტიკური ბიზნესით, ბინძური ბიზნესით არის დაკავებული, ხო? ახლა ეგეთი ადამიანი ქვეყნისთვის ეროვნულს გააკეთებს, ქართულს გააკეთებს, ამას გააკეთებს, არის ჩვეულებრივი ჯანმრთელებული ბიგი ყუფარია, რომელი ყუფარიაც ამ ყველაფრიდან შეულობს ბინძურ ფულს. ბინძურ ფულს. და თაღლითი არის ძალიან დიდი მასშტაბის. მიუხედავად იმისა, რომ ვირეშმაკა ძალიან დიდი მასშტაბის თაღლითი, ახლა კოდუების ოჯახს და კოდუებს რო კაცი გადააგდებს, იმას თაღლითობის და ვერაგობის ძალიან დიდი ნიჭი აქვს. ძალიან დიდი ნიჭი აქვს, იმიტომ რომ კოდუები იოლად გადასაგდები ხალხი არ არიან. სხვათა შორის, მაგრამ რას იზამ ახლა შვილს რო ეს მახსენდება, რა ქვია, არსენა მარაბდელში როა არსენ რატომ არ მოდიხარ ჩემთანო და მიღალატებ ნათლი მამა, მიტომ არ მოვდივარ შენთანო და არსენ როგორ გიღალატებ შვილის გამნათლელსაო. ხო, აი შეცდა ყოდუამას და ირწმუნა მირონის და მე ესეთი არა ეს ჩემი საქმე. არის ეს ჩემი საქმე, მაგრამ ბინძური ხალხი რო არიან ესენი და მე გამომიხდებით და დამიწყებთ ლაპარაკს. ამასთან გაერთიანდით, იმასთან ვაი თქვენს პატრონს. ვაი თქვენს პატრონს ბიზია, თქვენ თუ მიდიხართ დაღუპვის გზაზე და თუ თქვენ გაქვთ სურვილი გადაიჩეხოთ და მორგოშიას და ალტინფოს გზა ტაძრამდე მიგიყვანოთ, ეს თქვენი ნებაა და თქვენი არჩევანია და სხვას ნუგარებთ ამ სიბინძურეში, იმიტომ ვიცი ეს ხალხი რა ბინძური ხალხი არის. უთხარი ადამიანებს ბიჭო არ მინდა თქვენთან არც მოყრობა მინდა, არც მტრობა მინდა, დამანებეთ თავი მაინც რო კითხოს ხალხმა ეროვნულ ფლანგზე გეხარ თქვა და არ დაგანებებ თავსო, იმიტომ რომ ყუდამორიელის პრინციპით არიან ესენი და მიცეს ახლა მეხუთე განყოფილება, მიცა ალბათ დავალება, რომ ეს შეასრულე და ის შეასრულე, ასრულებს ახლა ეს ხალხი თავის საქმეს კაცო და 1000 ბინძურეს იგონებენ, რომ თურმე ეს ლაივები და ეს თურმე იმიტომ მჭირდება, რომ თურმე ეს მივიღო, რა ქვია, სტატუსი და საბუთი და თურმე მე და გაჩვენათ ჩემაც მოგუში. სხვათა შორის ფრანგული პასპორტი არავის თქვენგან განსხვავებით, თქვენ არის მატერიალისტი ბინძური ხალხიდან განსხვავებით, ჩვენ ცოტა სხვა ღირებულებებით გვიცხოვრია და ვცხოვრობთ და პასპორტი დიდი ხანია მიღებული აქვს ჩემი ოჯახის წევრს და ჩვეულებრივად შემეძლო მეც მიმეყვა. არ მინდა, მე ჩემი ცხოვრება მაქვს და ჩემი ინტერესები მაქვს ცხოვრებაში და ჩემი დამოკიდებულება მაქვს ცხოვრებას და ჩემი სამართლიანობის განცდა მაქვს და არ მინდა, მე არ ვიპოვებ ისეთ რაღაცეებს ისე ბინძური მეთოდებით, ან თუნდაც მატერიალიზმიდან გამომდინარე, რაც ჩემ პრინციპებს ეწინააღმდეგება. არ მჭირდება. ხო, ეს ახლა თქვენთვის გაუგებარია, თქვენ ამას ვერ ხვდებით. იმიტომ ვერ ხვდებით, რომ მატერიალისტები ხართ. ხო, და ნაძირლები ხართ, ეს თქვენ თავში არ შედის. ამიტომ ახლა მგლის თავზე მე სახარების კითხვას არ ვაპირებ. ნუ თქვენ ვინა ხართ, აი ეს ვიღაცა სირი, ბათუმელი და სხვათა შორის მაგაცებს მინდა კიდე და მეგობრებს მინდა უთხრობ, ჯებო გეხვეწებით რა, დაანებეთ თავი რა, ბინძურ ხალხს. არ მინდა რა, არც არავის გალახვა მინდა, არც არავის გამოლახვა მინდა, პოლიტიკა, ბინძური ხალხია უშიშროების, ზოგი პირდაპირი, ზოგი გავლენის აგენტურაა და არ მინდა რომ გაგხვიოთ ჩარში და ბინძური ხალხია, მოღალატე, რწმენის მოღალატე ხალხია და სამშობლოს მოღალატე ხალხი არის პირდაპირი შთამომავლობით. ახლა ეს ხალხი კაის რო არ იტყვის ქართველთა გაერთიანებაზე, რა თუნდა ამას ლაპარაკი. ხო და დამანებეთ რა თავი. იმის ტვინიც კი, აი რა მახსენდება, იცი? აი მებონიას ამბავი მახსენდება იმაში, რა ქვია, დათა თუთაშხიადან, რომ ბიჭო, გელიო. იმას ფიქრობს, რომ ვინ დაეტაკოს და შეჭამოსო, მაგრამ გელიო იმასაც ფიქრობს, რომ ისეს არ დავეტაკო, აქეთ რო შემჭამოსო. ცხოველია და მეც ვერ ფიქრობსო, მაგრამ თქვენ ცხოველის დონის აზროვნებაც არ აქვს. მე რა უნდა დამაკლოთ ბიჭო თქვენ? გითხარით მაშინაც უთხარი ბიჭო, მე რა უნდა დამაკლოთ? თქვენ ხართ პარტია, თქვენ ხართ პოლიტიკური ფიგურები, მოღვაწეები და დაგაკლდებათ თქვენ.
ხო დაგაკდებათ ეს თქვენ თუ არ ამჩევს ფეხებს ვინც იყო ნორმალური ადამიანები კიდე დარჩენილი ვინც შეცდომაში იყვნენ შესულები და მისმენდნენ და მეხვეწებოდნენ რომ აი ნუ ამბობ ამ ხალხზე ცუდს და ასე და ისე ხო ის ხალხიც წერს აგერ შედით კომენტარებში რომ ბოდიშვით ხო შვილო იმისთვის რომ ამას გეუბნებოდითო რაც აგინი აჯერ მეტი საგინებელი ყოფილი იმიტომ რომ თქვენ თავი გამოავლინეთ ხო აი ეს ხალხი ხართ აგენტურა აგენტის ხვედრი ძალიან ძნელია გინდათ ბევრი რაღაცის თქმა ვერ ლაპარაკობთ შეიძლება ბევრი რაღაცის გაკეთება გინდოდეთ დაკომპრომატებული ხართ აბარაფერ გინდა ძმა ასე იცის ფულის სიყვარულმა ფულმა ბაბა ფულმა ასე იცის როცა ფულზე გახარბდები და ეს ყველს დაინახავ მუქთას და ამ დროს შეყოფ თავს სათაგურში მერე გლახაც წაგივა საქმე იმიტომ რომ იქნები ორი ლუკმა ყველისთვის მთელი ცხოვრება თავგაყრელი ებემაში ამიტომ ყველანაირად გათახსირებულები ხართ ყველანაირად წაგებულები ხართ ყველანაირად მოთახსირებული ხალხი ხართ მიხედეთ თქვენ თავს ეგაა თქვენი ხვედრი და თქვენი ადგილი იცოდეთ რა შეძვერით სოროში და იღავით თქვენთვის ხო იმიტომ რომ ხალხს რო აქ რო იძახით რომ დაგვიმტკიცებო ერთი საერთოდ არ მაინტერესებს კაცო არ მშვენია გამოგისაჯარაოთ ეს ყველაფერი და აბა დაგვიმტკიცე ის როგორ აფინანსებდა თქვენს ზოგიერთებმა რომ ეს აფინანსებდა ეს აფინანსებდა ბებია თქვენი სწაბლა ტრაკმა ერთი 85 ოფისი რომელი ქარხანა ფაბრიკა და შემოსავალი ჰქონდათ რაპერ შექმენი თანამშრომლებს ხელფასრაფერ უხდიდით ტელევიზიას რამე კეთილი ბიძიები მოვიდნენ ხო და ჩაგიდეს ფული ძვიაში მიდი არტინენკო მორგოშია თქვენ უნდა გადაარჩინოთ ქვეყანაო აი ესე იყო ხო აი ბიძები დაგიბოლებიათ ხო ეგენ დააბოლეთ და უნამუსო ხალხი ხართ ისე აი ფულთან მიმართებაში ძალიან უნამუსო ხალხი ხართ ჯერ კიდე დაწყებული ბიჭები რო დაიჭირეს იქედან მოყოლებული მაშინ კანცელარიის წინ რომ მართავდნენ მიტინგებს მათ შორის ჩემი ძმაკაციც იყო დაჭერილი და იქ იყავით მაშინ მოსულები და მე ამ ბიჭების სახელით ფულის აკრება დაიწყეთ რომ თურმე ჯარიმები გადაგეხადათ და რა ვიცი ძმაო იქ საცეიღეთ ამუნიერმა ეს ფულები საჭაიდო ჯიბეში და მე სინდისის ბიჭებზე 200,000 რო აგრიბეთ ფული და ბიჭო არ ცხენიათ მაინც ახლა უსინდისოები რო ხართ უნამუსოები რო ხართ პენსიონერებს არ იცხრიებთ ბიჭო გაჭირვებულ პენსიონერებს არ იცხრიებთ ფულს იმისთვის რომ 4 პიტალო დააჯდეს ეთერში და ილაპარაკოს ქვეყნის ბედზე შეწუხებული სახით და ატრიალონ ერთი და იგივე თემები აი ამისთვის და რომ თქვენ ბინა გქონდეთ, სახლი გქონდეთ, მანქანა გქონდეთ, დაცვა გემსახურებოდეთ, გაჭირვებულ, გაძვალტყავებულ, გაღატაკებულ ქართველს, ან ემიგრაციაში გადახვეწილ ქართველს აგზავნიებთ ფულს თქვენი კეთილდღეობისთვის. ნუ ახლა იმათ რომ ტვინი არ აქვს, თავში აი არ აქვს, ხო, მაგრამ თქვენ ბიჭო, თქვენ რა შეგარგებთ და საიდან შეგერგებათ ეგ ფულები? იცი, ისე ცხოვრობთ, გუშინ ვიდეო დავდები ისი არ იყოს მემენტო მორი გახსოვდეს თქვა ადამიანო შეიძლება თითოეული წამი იყოს უკანასკნელი და მოულოდნელი გარდაცვალებები იყო აღწერილი და თქვენ ალბათ ვიზია კატასავით 900 სიცოცხლე გაქვთ და გააგრძელეთ ეს კატასავით 900 სიცოცხლით ცხოვრება და მიდით აბა თქვენიც სინდის ნამუსთა მოყარეობა რო არა გაქვთ კი და უთავმოყარეობის გადარჩენილი ქვეყანა და უსინდისოების გადარჩენილი ქვეყანა არ ახსოვს ეს ისტორიას თაღლითების და უაი ქართველების და საშველი რო გახდება საქართველოს იმ საქართველოს რა უთხარი მე ეს ჩვეულებრივი ხალხო ტიპიური პროექტი არის ისეთივე ტიპიური პროექტი როგორც იყო პატრიოტთა ალიანსი ერთ-ერთში თან გადაღებული არაფერი განსხვავებული იქაც ტელევიზია იქაც პუჩისტები სხვა შორის ნამხედრიონალი ხალხი შეკრებილი სამშობლოზე ეკლესიაზე პატრიარქზე ლაპარაკით და მე ეს ორი პუჩისტური ძალა გააერთიანეს და ორი ტელევიზია ორი ძალა და დაუწერეს 2% თან გეგლახავენ გეკაიფენ და ასე იყვნენ ცხოვრება. აღმოჩნდა ისე რომ თურმე ეროვნულად მოაზროვნე ქართველები საქართველოში 2%-ს მეტი არ ყოფილა. ეს გააკეთა და სისტემა
საარჩევნო სისტემა, რომელიც არის პირდაპირ სისტემის და საპატრიარქო მთელი მისი არსებობის მანძილზე ემსახურებოდა შევარდნაძის სისტემის შექმნას, შევარდნაძის სისტემის არსებობას, რომელიც დღემდე არის და ამ შევარდნაძის სისტემის არსებობის მთავარი არსი არის ხალხმა იაროს არჩევნებზე და იმუშაოს ამ ფსევდოდემოკრატიამ, მის მერე რაც კანონიერი ხელისუფლება არის დამხობილი და არ აღმოჩნდეს ეროვნული ძალები, რომელიმე არ გამოჩნდეს ჰორიზონტზე ნორმალური ეროვნული ძალები, რომლებიც მართლა შეეწინააღმდეგებიან სისტემას და როგორც კი ესე იგი ჰორიზონტზე გამოჩნდება რაღაცა ამ ერის გადაშენების დროში ვცხოვრობ ხალხო. დაგვიდგა ის დრო, რასაც მერაბ კოსტავა გვეუბნებოდა ხელის ცეცებით უნდა ვნახოთ ქართველებმა ერთმანეთი. რაზეა ხალხო ლაპარაკი აქ უკვე რა პირად წყენებზე და რა იმაზე არის. ერი არის გადასარჩენი და როგორც კი იკრეს ეს სუნი, რომ შეიძლება სისტემის გარეთ რაღაც ჩამოყალიბდეს, რომელიც სისტემას არ დაექვემდებარება, გამოუშვეს წინ ეს გოშიების სასტავი და აქვთ ახლა ისტერიკა ატეხილი. არ ვიცი, შენ შემოგევლე თეოფილე მალაფიას, ყვერზო მალაფიას რა ინტერესებს თავის ბოდიში და დაყლებულ მრევლთან ერთად საერთოდ არ მაინტერესებს შემოძმაო, არ მაინტერესებს. თაღლითების ეპოქაში ვცხოვრობთ და თეოფილე მალაფია ელაპარაკება ქართველობას ებაზე, რა ქვია, ჭეშმარიტ ღმერთზე, მურგოშია ელაპარაკება პატრიოტიზმზე, რავი, ქოცობა ლაპარაკობენ კიდევ, რავი, რაზე და მიდის ახლა რა უნდა, დედიმისის რა უნდა ახლა, რა ვიცი, რა უნდა შენ შემოგევლე ამ პახმელიაზე გამახსენე ერთი შენს კიდევ ის ხა ნორმალური ადამიანი რა უბედურ დაწყეულ ხმერთ რა დავაშავე ამის მას. ხო და გადავიდეთ ახლა რა, ახლა ცოტა სხვა თემაზე მინდა, სხვა თემაზე არა, ამ თემის გაგრძელება არის და რატოც დავიწყე ამ ლაივის ჩაწერა, რომ ანუ ვინც ამ გაერთიანებას გაეკარება, ან ამ გაერთიანებაში მყოფ ადამიანებს გაეკარება, მათი ბულინგი უნდა მოხდეს, ეგრეთ წოდებული გაშავება, გამოშავება, გათახსირება, გამოთახსირება და აი ახლა ხალხმა ვინც შევიდა დემურის ვიდეო გაზიარა, აგერ ხო? აგერ რა. ოქრო ბიჭი არის, ქუთაისელი ბიჭი არის, დავით მინდიაშვილი არის და იმ წუთში ეს ოცხოთშორის დვალიძე რატო ხსვენია შენი წარმოშობის გვარ გადაკეთებული რო ხარ და ვაი ქართულ იღავ ის რა ეროვნებისაც ახარ სიცხვილია ეს რო შენ ეროვნებასაც ღალატობ და ამ ეროვნებაშიც არაფერს არ წარმოადგენს ძალიან დიდი მლოცველი ქალბატონი არის და ამოკრიბეს ეს ყველაფერი და დადეს გვერდზე ახლა ამ ბიჭს რომ ელდა შემოვსვიდა იქანი დედაოების, აი დედაო, საერთოდ შენც გაჩვენებთ ახლა დედაოც ისა რა ქვია, ჩაერთო ამ საქმეში და პატრიარქის მაგინებელი, რა ვთქვა, რაფერი ახლა სათქმელი, პატრიარქის მაგინებელი, თურმე პატრიარქის მაგინებელი და პატრიარქს მაგინებ და ამასთან ერთად აი საქმე რაფერ შეიძლება გაგეთეს. ახლა ერთი რაღაცა მინდა გითხრათ რა. მეც სულ მოუთქმელად ველოდები, აი სულ მეუთქმელად ველოდები ჩემ ვიდეოს, სადაც მე გამოვედი და პატრიარქს შევარგი. აი ველოდები, აი გთხოვთ, ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, მივმართავ თქვენს საბინძურეთს, თქვენს აიმას, ახლა ფეიკი და ეს ხელოვნური ინტელექტით აწყობილი არა. რეალური ვიდეო მაჩვენეთ, სადაც მე გამოვედი და პატრიარქს შევაგიდი. აი ყვერთავოზის თამადობით ახლა წინ როყავ წამოწეული ის მალხაზ ბათუმელიო თუმცა გვარი არა აქვს და ჯიში არა აქვს. უჯიშოა ვიღაც. ხო. ველოდები თუ თქვენ ცილის მწამელები არ ახართ, მთელი ალტინფოს ქვედანაყოფს გელოდებით, თუ შეიძლება მაჩვენეთ ჩემი ვიდეო მე თვითონ სადაც მე გამოვედი და პატრიარქს ვხლა. ამას იმიტომ ვამბობ ხალხო, რომ ესენი ცილის მწამებელი ხალხია და მოხუც ადამიანს, რომელმაც როგორი იცხოვრა, რანაირად იცხოვრა, ეს ცალკე თემა არის. ყველა ღვთისშვილები ვარ და უფალმა მიუტევოს რაც მისი ცოდვები აქ ქართველი ერის მიმართ ჩადენილი. ხო? ეს მე მაგ ამის განცდა ერთ რიგით ქართველს ქრისტიანად ვინც თვლით თავს, რომ საპატრიარქოს აქვს ძალიან ბევრი რაღაცა დაშავებული ქართველი ერის მიმართ და აი მეორე ნაწილში ამაზე მინდა ვისაუბრო, ხო? და არ მინდა, იცი ეს რაღაცა კითხვები, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და მეც მქონდა ეს კითხვები წლების მანძილზე და აი ახლა დრო არა.
ბიჭო, ესე იგი რა მოხდა ამნაირი რომ კითხვა დასვას ქართველმა ქრისტიანმა ადამიანმა ისრაელშიც მონაწილეობდა ეს ადამიანი. ამას რა ქვია ხალხო იცი? ეს არ არის ნოუ-ჰაუ მოგონილი. ეს არ არის ნოუ-ჰაუ. გაიარა კაცობრიობამაც ეს ეტაპი. ქართულ ფენომენში, ქართულ საზოგადოებაში ძალიან კარგად მუშაობს. იმიტომ რომ ვართ მიდრეკილი ადამიანები, ჩვენი ერი არის იმისკენ მიდრეკილი, რომ უნდა ქართველ ერს არსებობდეს ადამიანი, ლიდერი, რომელი ლიდერსაც გაყვება ერი. და არის ეს პროექტები არის შექმნილი, ეს ამას თავის დროზე პიროვნების საკრალიზაცია ქვია ამ ყველაფერს რა. და ამას ყველაფერს თავის დროზე ეწოდებოდა პაპიზმი. პაპიზმი ერქვა ამ ყველაფერს. რომ ასე იყო ევროპაშიც თავის დროზე, ეს არაა ქართული ფენომენი, ეს არა ქართული ფენომენი არის საერთოდ, სადაც ხდებოდა რომის პაპების და სასულიერო. დიდი მცნება ახლა ეს პაპიზმი რას ქვია და რატო ხდება და როგორ ხდება, მაგის წამკითხავი 99% ნახდათ არა, თუ არა, ვისაც აინტერესებდა, ესოდინებოდა ეგ ყველაფერი. უბრალოდ რას წარმოადგენს ეს ფენომენი? ეს ფენომენი წარმოადგენს პიროვნების საკრალიზაციას. ანუ ადამიანი თურმე ეს არის რაღაცა ცოცხალი წმინდანი, რომ მისი სიტყვა არის უალტერნატივო, რომ არ შეიძლება რამე სიტყვა შეუბრუნო და ეს ყველაფერი ხდება რელიგიური ნიშნით, ასე ხდებოდა პაპიზმი. ასე იყო ევროპაში თავის დროზე პაპიზმი, როდესაც ჯვაროსნული ომები იყო საჭირო და საღვთო ომებს აწარმოებდნენ და ასე შემდეგ. ანუ ეს ჩვეულებრივი სოციუმის მართვის ფენომენი არის. ეს პაპიზმის ეს გამოვლინება საქართველოში ძალიან კარგად არის შესწავლილი ქართული ფენომენი და არის ჩასმული. ჩასმული არის ილია მეორის სახით, რომლის სიტყვაც ნებისმიერი ქრისტიანისთვის, ასე რომ ვთქვათ, დოგმატიკური უნდა იყოს. არ შეიძლება რომ ანუ ღვთის სიტყვა შეიძლება იყოს უალტერნატივი და ნამდვილად ასე არის, ხო? ათიმცნება ეს არის დოგმატიკა, რომელსაც მოგწონს, არ მოგწონს, უნდა მიიღო. ესა უფლის დანაბარების სიტყვები, ხო? წმინდა წერილი ეს ყველაფერი, მაგრამ პიროვნების, როდესაც თვითონ ყველა კაციც რო არსო, როდესაც უფალი გასწავლის ამ ყველაფერს, პიროვნების საკრალიზაცია და პიროვნების ღმერთის დონეზე და უფრო მეტი მაღალ დონეზე დაყენება, ეს არის უდიდესი მკარხელობა, ეს არის უდიდესი დანაშაული, რომელიც არის დაგამობილი თვითონ პირველ რიგში ქრისტიანულად, კერპთაყვანისმცემლობა არ აქვს არანაირი კერპი არც აყოლები მისი მსგავსი, ეს ათიმცნებიდან ხდება და აი ეს ყველაფერი მიმდინარეობს ასე. ანუ საქართველოში ეს ფენომენი არის ძალიან კარგად, როდესაც საზოგადოება, რომელსაც რო კითხო, რო ქრისტიანია და შენ ბიჭო ასე და როდესაც ლოცვაში წმინდა ღმერთოს ამბობ და ამ დროს ადამიანს უწოდებ უწმინდეს. ანუ აყენებ უფალზე მეტი მაღლა. უფალზე მეტი მაღლა აყენებ ადამიანს, ხო? ხო ასე არის. აი ელემენტარული ლოგიკა რაში არის ის, რომ აი ცოცხალი წმინდანი და აი ესე და ეს. აი ბატონო, თქვენი ნება არის, თქვენ შეგიძლიათ წამდეთ მასე, ნეტარდი არიან მორწმუნენიო, ნათქვამი და წამდეთ. მე ვარ ისეთი ადამიანი, რომელსაც ადამიანის სიტყვაზე მეტად უფლის სიტყვის მჯერა და უფლის სიტყვის მწამს და დიდი ჯულის კანონის მჯერა და თვალები გამაჩნია, გონება გამაჩნია და ვაზროვნებ და სვამ კითხვას. იმიტომ რომ რაც ეწინააღმდება დიდი ჯულის კანონს, რაც ეწინააღმდება რუის ურბნისის კრების გადაწყვეტილებებს, ეს ყველაფერი არის თავს მოხვეული და ეს ახლა დავით აღმაშენებელზე დიდი ქრისტიანები და დიდი მეფეები ხართ, რომელმაც და დიდი მორწმუნეები, რომელმაც შექმნა საეკლესიო სამართალი ჩაატარა, დაადგინა რუის ურბნისის კრება, რაც დაგვიტოვა და გადმოგცა, რომ ეს ყველაფერი არის იმისთვის გაკეთებული, რომ მომავალში მსგავსი რაღაცა თუ მოხდება, აი საეკლესიო სამართლით იქნას გარჩეული. იქნება ეს ილია მეორე, იქნება ერმილე ნემსაძე, იქნება კოკა მორგოშია თუ ასე შემდეგ.
რუის ურბნისის კრებაზე მეტი მაღლა არავინ არ დგას. პიროვნების საკრალიზაცია ეს არის სპეცსამსახურების შეგნელი პროექტი, რომელიც პროექტიც ითვალისწინებს ჩვეულებრივად ადამიანების მასების მართვას. და მე როდესაც მიჩნდება კითხვა ამ საკითხებთან დაკავშირებით და უბრალოდ ადამიანურ კითხვას ვსვამ, როგორც ერთი რიგითი ქრისტიანი და მე ამ კითხვებს არ ვსვამ ჰაერზე. ეს ფაქტების კონსტანტაციას ვახდენ. ფაქტი, რაც არის მომხდარი, იმას ვამბობ და თუ შეიძლება ამიხსნას ვინმემ. თუ შეიძლება ამიხსნას ვინმემ, თუნდაც იგივე კითხვები გამაჩნია, რომ რატო შეიძლება პილატე ითვლებოდეს ქრისტეს მთავარ ჯალათად, როდესაც პილატე ერთადერთი ადამიანი არის იმ მომენტში მოწაფეებიდან გაყიდულს, მოწაფეებიდან უარყოფილს, მკურნალიდან უარყოფილს, განკურნებულებიდან უარყოფილს, ეკლესიიდან უარყოფილ ქრისტეს გადარჩენას ცდილობს. მე მათ ეს გამცდა. და როდესაც ქრისტეს ჯვარზე გაკრას, ითხოვს თვითონ ეკლესია. ეკლესიის სასულიერო პირები. ეს ახლა ასე არ არის? ხო, ვერ ვღებულობ ამაზე პასუხს, ძალიან ბევრიდან, დიდი ხანი მაგ და სხვათაშორის მაინტერესებს ამ ფენომენზეც მომავალში თუ ვინმეს გაქვთ თქვენი აზრიც დაწერეთ, მე პირადად პილატეს სუსვანაირი თვალით უყურებ. ვარ ადამიანი და მაგ ეს განცდა. ახლა უკვირდებია იგივეს რაც ხდება საქართველოში. თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ თურმე უალტერნატივოდ უნდა მივიღოთ ის რასაც იტყვის და გააკეთებს პატრიარქი. და საპატრიარქო და მათი სიტყვა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება საპატრიარქოს ქცევა, პატრიარქის ქცევა, ხო? უკაცრავად. ეს შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ჯულის კანონს, მაინც უნდა მივიღოთ ეს ყველაფერი და კითხვა არ უნდა დავსვათ. ანუ ყველაფერთან ერთად შენ უნდა იყო ჩმორი. ჩმორი უნდა იყო. უკაცრავად, ჩემო კარგებო. და არანაირი კითხვა არ უნდა გქონდეს. ხო და მე არავის არაფერს არ ვაბრალებ. არავის რამეს არ ცილს მე არავის არ უწამებ. მე არა ვარ ალტიმფოელი, რომელიც მე მაბრალებს, რომ მე ვაგინე პატრიარქს. მე არ ვარ ალტიმფოელი. მე ვარ ერმილე ნემსაძე, ქრისტიანი, მართლმადიდებელი ადამიანი, თვლი თავს მართლმადიდებლად და გთავაზობთ თუ ვინმეს გააქვთ იმის ნიჭი და იმის აზროვნება, რომ დამელაპარაკოთ ამ თემაზე და თუ გინდა სასულიერო პირი იყავით. თუ გინდა საერო პირი იყავით. ახლა ვინც დაიცავთ თქვენ პოზიციებს, რომელი კითხვებიც უნდა დავსვა ახლა მე. ხო. იმიტომ რომ არ შეიძლება, იცი, ასეც გავიდა ცხოვრება, აგერ უკვე 40 წლის გავხდები მალე და ჩემ ქვეყანაში მე 40 დღე არ მახსოვს გახარებული და ბედნიერი. ხო. ამიტომ კითხვა შეიძლება მე გამიჩნდეს, რომ რატო ხდება ისე რომ ქვეყანა გვენგრევა, ერი გვინადგურდება, თვალსდახელშვა და ამაში არავინ არაა დამნაშავე და ამაზე ხმის ამოღება არ შეიძლება. ხო, რომელიცაც თავისი ყველაფერს საწყისი გააჩნია და ყველაფერს გააჩნია წყარო. და ყველას კარგად გვახსოვს შევარდნაძის აღსარება და აღიარება იმის წინაშე, რომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პატრიარქი გამხდარიყო პატრიარქი. ხო, როგორც ცეკას მდივანმა. როგორ გახდა რანაირად გახდა ეს ცალკე თემა. ეხლა ყურადღებით მომისმინეთ რა. ყურადღებით მომისმინეთ. კარგი, თურმე მე ამ კითხვას რო ვსვამ, უკვე ვარ ცოდვილი. და მე ვარ თურმე ეშმაკისეული, ხო? ეხლა გამეცით ვინმე პასუხი, აი დავიწყებ ახლა მე რასაც ვიტყვი, აი ამაზე. პატრიარქი, რომელიც ვერ იტანდა ზვიად გამსახურდიას და ეროვნულ მოძრაობას, შეიძლება არ ქონოდა და არ მიაჩნდა სწორად ის გზა, ეს ადამიანია და თავისი აზრი შეიძლება ქონდეს, კი ბატონო, მაგრამ მტრობის უფლება არავის არ აქვს. ერის არჩეული პრეზიდენტის და კანონიერი ხელისუფლების მიმართ, მათ შორის პატრიარქს. ხო.
არ ვიცი მე ზვიადმა და მერაბმა რა დაუშავეს ქართველ ერს იმის ფასი, რომ მის მიმართ ზიზღი და სიზულვილი ყოფილიყო და მისი წინააღმდეგობა ყოფილიყო და ამ არ ვიცი, ვერ ხვდები, თუმცა ეს შეუძლია ადამიანს კონდეს ეს მისი აზრია და მისი უფლება. სვამ ახლა კითხვას. კაი, ცუდი კაცი იყო ზვიად გამსახურდია და ცუდი კაცი იყო მერაბ კოსტავა და ცუდი იყო ეროვნული მოძრაობა, ხო? სიტყვაზე. აი ახლა გამცეს ვინმე პასუხი, აი ამ ისტორიულ ფოტოებზე, სადაც პატრიარქი არის გამოსახული შევარდნაძის მიმართ ბედნიერი გაღიმებული, სადაც პატრიარქი არის გამოსახული იოსელიანის მიმართ ჩახუტებული, გადახვეული აგერ იმაზე რა ქვია თენგიზ კიტოვანზე, აგერ ჩახუტებული სიგუაზე და ჭანტურიებზე და აი ამ ქვეწარმავლებზე, რომლებმაც ქართველი ერის სისხლში ხელები დაიბანეს. რატომ ვერ ხედავდა პატრიარქი და საპატრიარქო ამ ადამიანებში აბსოლუტურ ბოროტებას? ნუ კითხვა მაქვს, ხო? ყველა საქციელს აქვს თავისი ახსნა. გინდა ქუჩა იყოს, გინდა სასამართლო იყოს, გინდა ასე იყოს. რატო უნდა მივიღო მე უალტერნატივოდ პატრიარქის ეს ქმედება და ამაზე კითხვა რატო არ უნდა დავსვა, როდესაც ვხედავ, რომ მას შემდეგ რაც გადატრიალება მოხდა საქართველოში, ქართველი ერის სისხლში ხელის ნაბანი ხელებით მოსული შევარდნაძე და ეს ქვეწარმავლები, რომლებსაც წარდგენა არ ჭირდება ნამდვილად, რომ ისინი არიან საქართველოს დაუძინებელი მტრები, იყო მისაღები პატრიარქისთვის და უფრო მეტიც რატო დაუჭირა პუტჩს მხარი? ნუ გამომიხდებით ახლა რა. ელემენტარული კითხვას სვამ. რატომ გააკეთა ჩემმა სულიერმა მამამ, რომელსაც თქვენ ეძახით სულიერ მამას, ეშმაკი ხო არ შეუძლია შემთხვევით. იმიტომ ადამიანს ყველა შეიძლება ეშმაკი მოერგოს. და ეშმაკმა ხო არ გააკეთებია ეს ყველაფერი. ეშმაკი ძალიან ძლიერია. ეშმაკი პატრიარქს კი არა, პეტრესაც რო შეუჩდა და შეუძრა, სამჯერ უარყო მამლის ყივილამდე უფალი. და ეშმაკი რო შეუძრა იუდას, ქრისტეს ყველაზე უსაყვარლეს მოსწავლეს, საერთოდ გააყიდია ისა ქრისტე. აი ამდენად ძლიერი არის ეშმაკი, რომ შეიძლება ადამიანს უფლის მოსწავლეს, რომელიც ღვთიურ ძალასაც ფლობდა, მოერიოს. და თუ ვინმე ახლა მეტყვით, რომ პატრიარქი უფრო დიდი არის ვიდრე პეტრე, რომელზეც ქრისტე ამბობდა, რომ შენ ხარ კლდე, რომელზეც ავაშენებ მე ეკლესიას, რომელსაც ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ეხებოდნენ. ამას უფალი ეუბნებოდა. ასეთი ძლიერი იყო. და ვინმე გამოხვალთ ახლა და იტყვით, რომ ილია მეორე უფრო ძლიერი არის, ვიდრე ხისტობა და ეშმაკი შეუძრა. ხო? მე ქრისტიანულად ვითხოვ ამ ყველაფერს. მე არ ვამბობ, რომ მე ქრისტიანობის მართლმადიდებლობის წერი არა ვარ. მე ვითხოვ სამართალს და საეკლესიო სამართალს. ამიხსნას ვინმე, რატო ამ ხალხმა ჩვენ ქვეყანას მილიონობით ადამიანი გაუბედურდა მას შემდეგ, რაც შევარდნაძე და პატრიარქის მიერ მხარდაჭერილი ეს ხუნტა მოვიდა. მე როგორც ქრისტიანს, ისე რო იცოდე, მაქვს იმის უფლება, რომ ასეთ სულიერ მამასთან და ასეთ იმასთან, რა ქვია, საპატრიარქოსთან, როგორც ქრისტიანმა ევქარისტიული კავშირი გავწყვიტო და არ ვაღიარო ისინი. არ ვაღიარო. გამეცით ვინმე პასუხი. ამიხსენით, რას ნიშნავდა ეს ქმედება? ისევე როგორც რას ნიშნავდა შევარდნაძის წინაშე ქართველი ერის დაჩოქება. ნუ ერის არა, მაგრამ დიდი ნაწილის. რომელიც მოითხოვა თქვენმა სულიერმა მამამ. გამცეს ვინმე პასუხი სატანის წინაშე ერის დაჩოქება. ამოჭერით ახლა ეს ვიდეოები და დადեք და გავრცელეთ. მე არავის და არაფრის არ მეშინია, აი უფლის მეშინია მარტო. რომ ისეთი შეცდომა არ დაუშვა, რომ მთელი ცხოვრება ვერ გამოვასწორო. თქვენი არ მეშინია, მე არც საქართველოში მეშინოდა და არც აქ მეშინია. არ გაწირავს უფალი სიმართლის გზაზე მდგომ ადამიანს. ჩემი ცხოვრებიდანაც ვიცი ეს და სხვისი ცხოვრებიდანაც ვიცი. ხო, მაგ მე ეს კითხვა. გამოვიდეს ვინმე ქრისტიანმა
საპატრიარქოს პოზიციის დამცველმა აღიაროს, რომ ეს არ იყო დანაშაული ქართველი ერის წინაშე და დანაშაულში თანამონაწილეობა. ხო? ამიხსნას ვინმე. კარგი. ეს ის ბნელი პერიოდი იყო და ესე შემდეგ. რა ხდებოდა ბნელ პერიოდამდე? აი კითხვას ვსვამ, რომელი კითხვაც, აი რა არის ეს? აი ეს, აქ რო გამართლებებს ამბობენ, რომ ხელში სანთელი უკავია, ხანუკას რიტუალში ღებულობს პატრიარქი მონაწილეობას. ხანუკას, ეს ებრაული რიტუალი არის. და ქვემოთ წერენ, რომ პატრიარქსო, ანუ გვაშტერებენ, გვადებილებენ, რომ ხანუკას რიტუალში პატრიარქი, რომელიც მიდის და მონაწილეობს ამ ყველაფერში, თუმცა პატრიარქი არ მონაწილეობს. და ეს ჩვენ უნდა დავიჯეროთ. ხო, ეს რა არის? და რა იყო მანამდე? არ იყო ეკუმენიზმის, რომელიც არის ერთ-ერთი უდიდესი მომაკვდინებელი ცოდვა. ეკუმენიზმი. არ იყო ეკუმენიზმის პრეზიდენტი? არ იყო? ვიგონებ? ეს არ იყო? არ ხდებოდა? ანუ ერთი ღმერთი არსებობს ეკუმენიზმში და ყველა ხალხი ხედავს სხვანაირად ამ ყველაფერს. არ მონაწილეობდა. ამიხსენით ვინმემ განმიმარტეთ მე, ქართველ ქრისტიან ადამიანს, რატო ჩემი სულიერი მამა მონაწილეობდა ამ ყველაფერში. მაწულხებს. და მაგ იქნება ისეთი დაბინდული გონება მაქვს და ისეთი ცუდი ქრისტიანი ვარ, მე ამას ვერ ვხვდები. ამიხსნას ვინმე. რატო ვერ მიხსნის? მოინანია ხო, მე ამბობ, მოინანია. კითხვა მომდევნო, აი მე ძირითადებზე ვლაპარაკობ ხალხო. აი, კითხვა, რომელიც მაგ ჩემი ხო ამბობთ, რომ სულიერი მამაა. და მამის მიმართ აქ შვილს კითხვა. მაგ კითხვა. კაცო, ეს როლანდ ახალაი არ არის? ადამიანების გამაუპატიურებლების, კაცების, სხვათა შორის ზოოფილიც ყოფილა, თხების მზდეველი და აი ახლა ეს მისი ცხოვრება წამებლების ოჯახი, ურდალაკების ოჯახი, რომლებიც რა ვიცი ახლა თუ ზომბირებული არა და ავადმყოფი არა ვიღაცა ნაცი ადამიანს, ნორმალურ ადამიანს რო კითხო, ორი აზრი არ ჩნდება იქ, რომ ახალაიების ოჯახი ეს იყო აბსოლუტური ბოროტება. და რატო დააჯილდოვა ჩემმა სულიერმა მამამ წმინდა გიორგის ორდენით როლანდ ახალაია? არ იცოდა ვის აჯილდოვებდა? არ იცოდა? გამცეს ვინმე პასუხი? ხალხო, როგორ მივიღო ეს ყველაფერი უალტერნატივოდ? აი მაწუალებს ეს ყველაფერი შინაგანად. მაწუალებს, რომ ჩემი სულიერი მამა ასეთ ცოდვილ ზნედაცემულ ბოროტ ქართველობას აჯილდოებდა წმინდა გიორგის ორდენით. გამეცით ვინმე პასუხი. გინდა ასე თქვით, გინდა ისე თქვით, აი გამეცით პასუხი. უგონებ? არ იყო ასე? ვიგონებ ამ ყველაფერს? კარგი. არ ვიცი, მე მგონი კიდე ერთხელ თავაზობ ნებისმიერს, თუ შეიძლება განმიმარტეთ ეს ყველაფერი, დაგითმობთ ეთერს, ოღონ ნორმალურ გიჟებთან ლაპარაკის თავი, სასულიერო პირები იყავით თუ გინდა, აი ეშმაკს ხავარ შეპყრობილი და ეშმაკი მალაპარაკებს, ხო ამბობთ. და ღვთისმგმობელი ხო ვარ? და აი კიდევ სულ ახალია ცხელია ეს შარშანდელი ამბავი არის. გეცნობათ ეს თაღლითი ვინ არის? აი არ იცნობა შეიძლება ვერსი ვანო ჩხარტიშვილი. ვინ არის ვანო ჩხარტიშვილი და ვანო ჩხარტიშვილი არის რომელმაც ჩვენი დედების, მამების, ბაბუების, შრომელი ქართველობის ორი კაპიკი
შენახული ბანკებში კომუნისტების დროს ანაბრები შეჭამა, ჩაიდგა მუცელში, გაძარცვა მთლიერი, ითაღლითა და ქართველების ნაძარცვი ქონებით, აგერა ინგლისში ცხოვრობს, ფეხზეა გადადებული და დიდი ბიზნესმენის და დიდი აგერა დააჯილდოვა პატრიარქმა ასევე, რა ვიცი, ესეც წმინდა გიორგის იმით რა ქვია, ორდენით. ხო, აი, შეიძლება სხვა რეგალია იყოს, მაგრამ რა ვიცი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ანუ, ბიჭო, ადამიანი, რომელიც აი ქრისტეს რომ მებაჟეს რო ეუბნება, ესა რა ქვია, რა გავაკეთო, რო უცხონდა და გაყიდა ყველაფერი და გამომღებია. ამან გაძარცვა მთლიერი და რჩეული იქნა საპატრიარქოდან და პატრიარქისგან. აი, გეკითხებით. მაწვალებს ეს შინაგანად. მიმაჩნია, რომ ჩემი ქვეყნის, ჩემი ერის სულიერი მამა, რასაც თქვენ უწოდებთ, რატო იქცევა ქრისტიანი კაცი კი არა, პატრიარქი, რატო იქცევას? მაინტერესებს სხვა ძალიან ბევრი კითხვები მაქვს. ძალიან ბევრი კითხვები მაქვს. მათ შორის ძალიან დიდი კითხვები მაქვს მე იმასთან დაკავშირებით, რაც ეკლესიაში ხდება. სავაჭრო სახლად რო არის გადაქცეული და რომ მიხვალ სამებაში 250 ლარი თუ 300 ლარი თუ არა გაქვს, ჯვარს არა ისა ბავშვს არავინ მოგინათლავს და იმას რა ქვია, ჯვრის წერაზე ზედმეტია ლაპარაკი ამ გაუბედურების დროს, ამ გადაგვარების დროს, თუ კი ვინმე ინათლება და თუ კი ვინმე ჯვარს იწერს და ერი ფიზიკური გაქრობის წინაშე არის დარჩენილი, გამეცით ვინმე ხალხო თქვენ თუ რამეს ვამატებ, თუ რამეს ტყუილს ვამბობ და თუ რაიმეს ვიგონებ, მითხარი. ხო, მე ვერ ხედავ, გაცემ პასუხი. ხო, ახლა მე როგორც ამას ერთი ქრისტიანი, როდესაც ამას ხედავ, თუ როგორ ყვავის ბოროტება საქართველოში ამ წლების მანძილზე და ეს აბსოლუტური ბოროტება მხარდაჭერილი არის ეკლესიის მიერ. ძალიან ბევრი კითხვები მაქვს. მე აქ უბრალოდ ელემენტარულ ძირითადს ვამბობ რაღაცებს. უამრავი კითხვები მაქვს. და რომელიც კურთხეული არის და რომელზეც კურთხევა არის მიცემული საპატრიარქოს მიერ, მე გამოვიდე ქრისტიანმა ადამიანმა და დავგმო რწმენას, ქრისტიანობას, ყველაფერიც და ვილაპარაკო იმაზე, რომ აი ჩვენი სულიერი მამა და აი გადაგვარჩინა და აი და გადავრჩით და ასე შემდეგ და ვერ გავაკეთებ მე ამას. ვერ გავაკეთებ. მე რატო ვერ გავაკეთებ? იმიტომ ვერ გავაკეთებ, რომ ქრისტიანად ვთვლი თავს. და ქრისტიანად თუ ვთვლი თავს მე ჩემი სარწმუნოება მე მიკრძალავს ამის გაკეთებას. მიკრძალავს. მე ქრისტიანი ვარ. საპატრიარქოსტი არა ვარ. არც ჯაღმაისტი ვარ. არც შიოისტი ვარ და არც ვინმეს მიმდევარი ვარ კიდე. ქრისტიანი ვარ და ქრისტეს მიმდევარი. ამიტომ ყველას აქვს პასუხისმგებლობა ერის მიმართ, ვინც რამე ჩაიდინა და დიდი ძალა დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ეს ასე არ არის ჩემო გარგება. ასე არ ხდება. და კითხვის გამოსწორება, უბედურება, ტრაგედია ხალხო რაში არის ესე. გამოსწორება რო გვეშველება რამე და გადავრჩებით და გადმოვრჩებით კი არა. ამაზე საუბარსაც კი გიგრძალავენ. საუბარსაც გიგრძალავენ და შენ ღმერთი დაგსჯის. შევიგინე ახლა მე პატრიარქის მიმართ, ვაგინე პატრიარქს. სვამ ლეგიტიმურ კითხვას, როგორც ერთი ქრისტიანი სულიერი შვილი, რომლისთვისაც საპატრიარქოში, როდესაც დავით გარეჯი იკარგებოდა და დაიკარგა დავით გარეჯის ნაწილი, ჩიჩხიტურის ციხე, იგივე აღდგომის ტაძარი და უდაბნოს მონასტერი და ესენი, რომელიც ტრაქტორით წაგვართეს აზერბაიჯანში.
და როდესაც გამოვიდა ჯაღმაიძე და განაცხადა, რომ თურმე შეთანხმებულია ყველაფერი კარგად იქნება და ასე იქნება და კანდურმა ამ კაცის მკვლელმა ნაძირალა, მაგრამ კაცი შეიძლება მოკლა. ცხოვრება ისეთი რაღაცა არის, არ გაქვს ამის უფლება, მაგრამ შეიძლება ისე გამოგიყვანოს ჭკვიდან, შეიძლება შემოგაკვდეს. მაგრამ უნდა მოინანიო მე ქრისტიანული წესი როგორც არის და არ უნდა გამოხვიდე მე და არ უნდა იმასთან, რა ქვია, ერის მამათ არ უნდა გამოიყვანო თავი, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცი რა ნაგავიცა პარლამენტში მინახია იქ, როდესაც ისე ქრისტიანულ მართლმადიდებლური ეკლესიის ტაძრების წარქმევაზე რო იყო ლაპარაკი და რო ამოვიღეთ ხმა იქ მე და შალვა მაღრაძემ და ამომიხდა იქ და შენ რა გონია ახლა მაგითო ქრისტიანობას იცავ და მართლმადიდებლობას იცავ? და ხარ დაუჯირა იმათ სოროსელებს. ნაძირალმა მათხოვარმა არაკაცმა. გამომივა ახლა ის ალტინფოს სულიერმა მამამ. ალტინფოს სულიერმა მამამ. ხო. ხოდა. ჩემო კარგებო, რას გეტყვით იცით? რას გეტყვით იცით? გინდათ მონობა? იმონეთ. გინდათ უკუღმასიარული? მაგრამ ერთ რაღაცას გეტყვით რა. მაგზით თქვენ ტაძრამდე ვერ მიხვალთ. თუ ტაძრამდე მისვლა გინდა. იმიტომ რომ მოგცა უფალმა იმის თავი აზროვნება ის რომ ეს ყველაფერი გააზრებად გქონდეს. და აი ამ ყანდურებს ყველაფერთან ერთად ისიც კი დაუბარა რომ ვაი თქვენ ციგნობრებნო და ფარისეებნო. ვაი თქვენ ვისაც ეს ხალხი ასე ტოტალურად ყავთ შეყვანილი შეცდომაში, ამას არც ქრისტიანობა ქვია. ამას არც ქართველობაზე ხო რა ვიცი საერთოდ რა ვიცი რას უნდა ხედავდე დიქრება სამშობლო თვალწინ ხედავ ფიზიკურად გინადგურდება უკვე მეზობელი აღარ გრჩება შენი მეზობლის ადგილს თუ ყავდა ადრე გურული კახელი ესა იმერელი და სვანი და ეს და ამას ვერ გუობდა ზოგიერთი თბილისში ახლა პანჯაპელს და ინდუსს და არაბს და თათარს და რა ვიცი ჰარჯულის ხალხს გუობთ უკვე მეზობლებად უკვე ადამიანები ქართველი ერი არ დარჩა ფიზიკურად 1,300,000-ზე ვართ დასული და ჩვენ გვაჯერებდნენ რომ პირდებოდა პატრიარქი რომ იბერია გამწყინდება ძალიან მაგრად გამწყინდა იბერია ძალიან მაგრად გამწყინდა იბერია კაშკაშებს და ამდენი ზომბი ვინცაა დარჩენილი გამოვლიან და იმას გეტყვიან რომ აი ერმილესთან როგორ ისაუბრე და ვინ ჩემი დურბინდი ხარ მართლა რომ გამოდიხარ საერთოდ ჩემს სახელს ახსენ ვინახარ საერთოდ ვინახარ რაღაცა იმის რა ქვია მორგოშიას უკანალიდან გამომძრალი ვირთხა რომელიც არის პირდაპირ სუსის მეხუთე განყოფილება და ანაფორიანი ეზა რა ქვია ხედრიონი პირდაპირ ლოცვა კურთხევით შექმნილი იმის რა ქვია პატრიარქის დალოცვილი მისი ჯაბა სულდათა ბიძიკო საქმე აი მაკედან მოდის აი და ეს სისტემას რომელიც შეიქმნა რომელშიც ზუსტად შევარდნაძე მიიღო მონაწილეობა აი მაგის ეგ უნდა ამოითხაროს მაგას ქართული მიწა მაგას არ უნდა ეღირსოს დადგება ალბათ ეს დრო არუშველის მიუხედავად იმისა რომ ყარაული უყენია საფლავზე არუშველის ეს ნამდვილად არუშველის უნდა ამოითხაროს და უნდა იქნას გადაგდებული წყალში თევზების საჯიჯგნად არ იმსახურებს ის ქართულ მიწას რომელიც დაიწყო 50 წლის წინ შევარდნაძემ ქართველი ერის განადგურებით სისტემის შექმნა და რომელიც სისტემის ლოცვა კურთხევა და მფარველობა მიიღო საპატრიარქოდან და პატრიარქიდან და აბსოლუტურად ყველა მიიღო პატრიარქიდან ლოცვა და კურთხევა ამ სისტემის გარდა ზუსტად გამსახურდიას და ეროვნული მოძრაობის ყველა მიიღო ეს არის სიმართლე აი კარგად გაიხსენეთ ყველა მოვლენები როგორ იყო კიდევ სააკაშვილის დროს ამ აზვირთებულ ტალღას რომელიც ითხოვდა სამართალს რომელიც უბედურებას რაც ხდებოდა საქართველოში ამ ყველაფერს
და მიდიოდა და პატრიარქთან და აი ერთი ნათელი წერტილი რო ეგონათ რო იყო დარჩენილი და როდესაც ეუბნებოდა იმას რომ აი უნდა დავამხო ტირანი უნდა დაემხოს საქართველოში იმიტომ რომ ეკლესიაც ლოცვის დროს ყოველ შაბათ-კვირას როდესაც ილოცება ყველა მწამებელი უნდა იქნას დამხობილი და რას ეუბნებოდნენ ეკლესიიდან ხო არ გახსოვთ წამოდით და სამებაში ილოცეთ ეხა წადით ვიზია და ილოცეთ და ხო ხართ დიდი ქრისტიანები და ჩემთვის ილოცეთ ჩემთვის და მომიტევეთ მე ეს თქვენი წყენინება ხო ხართ დიდი ქრისტიანები და დიდი ისინი რა ქვია მორწმუნეები ხო და ილოცეთ ჩემთვის ილოცეთ ჩემთვის მე ხო უძღები შვილი ვარ ხო ეშმაკი მაქვს შემძრალი და ეშმაკი მალაპარაკებს ახლა ამ ყველაფერს ერთი არა და სიმართლე არა და ქრისტიანობა არა რა მე ილოცეთ და ისე ერთი რაღაცა მინდა გითხრათ რა კიდე ერთხელ თქვენი პატრიარქიც არ გიყვართ აი ეს მოგმართათ რა ქვია გოშიებს თქვენი პატრიარქიც არ გიყვართ და მისი გულისთვისაც არ ახართ მატერიალისტები საერთოდ მსხვერპლს არ წირავენ არა მატერიალიზმის გამო თორე ეგ რო გქონდეთ პატრიარქის მაგინებელი და ლანძღველი იმდენი გყავთ რომ აი დომენიკო მანგო რო გყავთ ეგერ იმაში რა ქვია თბილისში წამომჯდარი და თავის დროზე რო ეკითხა ხალხს რომ ეს მორგოშია და ეგენი თურმე ჰანოვერში საცხოვრობს რომ ის გავიგოთ რომ მანგოიას პასუხი მოვთხოვოთ ეგერ გიზიათ ახლა მანგოია და ჩაჯიმულებიზი ხართ მაგ ნატალია ფერაძის სახთან მიტინგების მოწყობის მეტი არ შეგიძლია აი ესეთი თავგანწირვა გაქვთ ხო ასია მებონიები ხართ რასაც ეუბნება დათა როცა სიყვარული არა გაქვს ვერც კაცს მოკლავ და ვერაფერს ვერ გააკეთებ ასია ფარისევლები ხართ და გინდათ რომ იყოთ ასე და გააგრძელოთ ცხოვრება თქვენი დამპალი აყაროლებული ესა რა ქვია ცხოვრება და ხალხს ელაპარაკოთ სამშობლოს გადარჩენას წადით ბიჭო სოროში შეძვერით თანამ ჩემზე და ჩემს ძმაზე და ჩემ ოჯახზე რამეს იტყოდეთ თქვენსაც დაუფიქრეთ თქვენ ნაცხოვრებს დაუგვერთ თქვენსაც ჩემ ფეხის ნაბანია ჩემი თავის ფასიც ვიცი და თქვენი ფასიც ვიცი რო გცემთ პასუხს ხო შეიძლება პასუხსაც არ უნდა გცემთ არ უნდა გიღირდეს ესეთი ნაგვებთან პასუხის გაცემა რასა მელაპარაკებით დაკომპრომატებულო დაშინებულო და თქვენ ვიზე გაქვთ ბიჭო რამეს ალაპარაკეთ ვიზე გაქვთ და გამოხდებით და ეს ჭელიძეს რო გადაეკიდეთ და ჭელიძეს რო მეშვებით და ჭელიძე კაცურად იჯდა 3 წელიწად ნახევარი არაფლის გამოიჯდა ციხეში რა აქ იმ ადამიანს თავისი შეხედულებები და თავისი აზროვნებები და თავისი სამშობლო უყვარს ვერ წაართმევს ამ ბიჭს ვერავინ იმას რომ მას მისი სამშობლო უყვარს და მას ასე ესმის მისი სამშობლოს გადარჩენა და ჭელიძეა ეს რა ქვია და ერთი სიტყვა არ იმას უქნია რა ქვია და ესე გადაფურთხებული არაულოკია თქვენგან განსხვავებით თქვენ რო 3 წელიწად ნახევარი ვინმე ციხეში დაგვრათ კენედის მკვლელობას დაიბრალეთ ოღონდ იქიდან გამოხვიდეთ ეს დაკალიავებული ხალხი ღმერთმა დაგლოცოს და უფალი ჩვენთანა და აბა თქვენ იცით მე ვიძა აფინანსეთ იგი რა ქვია მაგათი ბიზნესი და მე თქვა რომ ჩემი რა ბრალი შენი ბრალია აბა ვისი ბრალია ქრისტიანი ხარ უკითხოს კაცმა რა გევალდებულება სიმართლის თქმა და სიმართლის დაცვა და სხვა თუ ამბობს ამ სიმართლე აი შენ არ ყოფნის გეშინია შეშინებული ხარ ჩმორი ხარ აი ვერ მოგთხოვ ყველას გმირობას მაგრამ თუ კი ვინმე რამეს ლაპარაკობს ხო იმის მაგივრად რომ დაეთანხმოდა რაღაცა კი არა იმასთან მივარდები და შენც არ თქვა სიმართლე აი ეს ხალხი რო ხართ უკეთეს ცხოვრებას არ იმსახურებთ თქვენი ლიდერებიან თქვენთან ზამია არც კაცური ლაპარაკი გადის არც პოლიტიკური ლაპარაკი გადის
არც ქრისტიანული ლაპარაკი გადის, არაფერი არ გადის რა. არ გადის. თქვენთან გადის ხოლმე და ხოლმე ესეთი ბოზური დამოკიდებულება, როგორიც თქვენ აქვთ. არ უნდა დაგინდოთ ადამიანმა, წიხლი უნდა დაგაჭიროთ და გაგსრისოთ. მე ჩემი პრინციპები მაქვს ცხოვრებაში და ჩემი პრინციპები ცხოვრობ. წაით ახლა ვიზია და ილოცეთ სამებაში, მათ შორის არ დაგავიწყდეთ ჩემზე ლოცვა. ჩემზე ლოცვას არ დაგავიწყდეთ, იმიტომ მეც მოუბრუნდე იქნება სასიკეთოსკენ. მოუბრუნდე და ხო ერთი ეს მასალეთ ერთი უნდა გაჩვენოთ ეს ამას ვერ გავექცევი ნამდვილად აი დედაო იაღუმენი აი დედაო აი გამომიხდა დედაო და იმაშვებიან რა ქვია ილოცებიან იწევლებიან და ილანძღებიან ჩემს მიმართ და 1000 ბინძურეებს ამბობენ და აი ეს დედაო იაღუმენი ქეთევან და მე როგორ ლაპარაკობ და ეს Facebook-ის დრო გაქვს წავიდე ეკლესიაში ილოც Facebook-ზე რო დამიჯექი აქ და მაკრიტიკე დედაო ხარ თუ იგი პოლიტიკოსი დადი რა შეძვერი სოროში შეძვერი შენ პუჩისტებთან ერთად დედაო აი დედაოები და აი მამაოები გამომივლიან რა ღმერთის არ წამს და პატრიარქის წამს რო გითხო ამციმე მარხვაში თუ მეტს დედაო რას კადრული და ოგი არა ყვნილი გადაგვარებული ხალხი ხარ არა უშავს ალბათ ეს ყველაფერი უფლიდან იყო დაშვებული იმისთვის რომ ქართველი ერი გამოცდილიყო და ვინც დარჩებოდა ნორმალურად მოაზროვნა იმას უკვე ვეღარავინ ვეღარ მოატყუებდა და ამ ფარისეულობაში და ამ სიყალბეში ყველას გაევლო ეს ლაბირინთი და ეს ჯოჯოხეთი ყველას მოგეთხოვებათ ყველას შეიძლება ადამიანი ერთხელ მოატყუო ორჯერ მოატყუო მთელი ერი ატყუო მთელი ცხოვრება ესე არ გამო ღმერთი მოატყუო ყველაფერი ამაოა ამ ცხოვრების ყველაფერი ამაოა მამაო მაჩუკე შენი ჯიპი მამაო და იარე შენ ფეხით ამდენი გაჭირებული დადის ქვეყანას შევარნაძის კლანი ხარ და შევარნაძის კლასტერები ხარ თუ ყველა და მოსაცილებელი ხარ გასაწმენდი არის ეკლესია რუის ურბნისის კრების მიხედვით უღირსი სამღვდელო პირები გამოსაყრელი ხართ იქეთ ღირსეული ადამიანები მართლა მორწმუნე ადამიანები უნდა დაუბრუნდნენ ღვთის სახლს დადგება ესეც ოკი ძმაო მეინანიებენ მესამე ჭიქაში არ დაგავიწყდეთ სადღეგრძელოს თქმა მესამე ჭიქაში არავის როგორ უნდა მე როგორ უნდა დავიჯერო მე ვერ ვიჯერებ რომ ჩემი სულიერი мама და ჩემი სულიერი ეს რა ქვია დედები და სულიერი მამები ქართველი ერის გენოციდში ღებულობენ მონაწილეობას ვერ ვიჯერო როგორ უნდა დავიჯერო ხან ისინი არიან რა ქვია მართლები და მე ვარ დებილი და დებილი რო ვიყო მაშინ ვერ უნდა ვხედავდე იმას რომ ერი მინადგურდება და ქვეყანა მინადგურდება და დექართუელიზაცია მიდის საქართველოში და უნდა დავიჯერო რომ თურმე ეს ასია საჭირო და ამას ქვია გაბრწყინებული იბერია ანდა მოკლედ თქვენ ისახართ რასაც მე ვამბობ და მე ვარ მართალი სამწუხაროდ მე ვარ მართალი იმიტომ რომ ერთი შტერი რო იყოს ტვინარეული ამას ამენაირად ერი აიტანდა ჩემ თავზე ვამბობ ეგა როდესაც ეხება საქმე სამშობლოს და როდესაც ეხება საქმე სარწმუნოებას ამ ორ რაღაცაში ტყუილი და კომპრომისი არ არსებობს ის რაც ეხება იმას კიდე რომ სამშობლოსთვის ადამიანი ან ყველაფერს აკეთებს ან არაფერს არ აკეთებს თქვენ არაფერს არ აკეთებთ ღირსებასავით რო ნახევრად ფეხზე მექალები ვითრო ხარ ხან გაქვთ ღირსება ხან არ გაქვთ ღირსება იმიტომ რომ პატრიარქმა თქვა ასე და საპატრიარქომ და ჯაღმა იძენა შეცნომაში როა ჩემოძმაო შეყვანილი იმიტომ ვლაპარაკობ ამ ყველაფერს და ვლაპარაკობ იმიტომ კი არა ლიბერალების და ჩათლახების გული გავახარო იმიტომ კი არ ვაკეთებ ამ ყველაფერს
ჭეშმარიტი ქრისტიანობისკენ მობრუნდეს, ჭეშმარიტი ქრისტიანობისკენ მობრუნდეს. გააჩერე ეს ვითომ ქრისტიანები. მამაო ჩვენოს ვერ გეტყვია. წამსე ზედმეტია ლაპარაკი. და ჯულის კანონის წოდნაზე ზედმეტია ლაპარაკი. თქვენ წადით ბიძია სოროში შეძვერით მართლა რა. სოროში შეძვერით. არ მინდოდა დიდი ხანი ვიკავებდი თავს და აი მაინც და რაღაცა და არა ძმაო, არა მოისვენებე. თელი თქვენი თავისი დიდებულები წარმოჩნდით ამ ლაივში რა. აბა კარგად. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის და გააზიარეთ ეს ვიდეო თუ ვინმეს რამე პასუხი გააჩნია ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ძალა შერჩება შეთავაზება, გინდა პოლიტიკურ პერსონას ეხება თუ სასულიერო პირს ეხება, გამოვიდეს ერთად და მელაპარაკოს და ამიხსნას. ყოველთვის ლაივებში ზიხართ და ლოცულობ და იმაჟობი და ამაჟობი. გამელაპარაკეთ ერთი. გზასაცდენილი ვარ, გზასაცდენილი და მომაბრუნეთ გზაზე. აბედით. მოდით.